ის, რაც ოდესღაც მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში გვინახავს, უკვე რეალობაა. ხელოვნური ინტელექტი სწრაფად დიპყრობს მსოფლიოს, მაგრამ ამ ყველაფერს თანახლავს კითხვები. სად გადის ზღვარი ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის და შეიძლება თუ არა რომ ერთ დღეს ხელოვნური ინტელექტი გახდეს საფრთხე კაცობრიობისათვის. ხელოვნური ინტელექტის ისტორია იწყება 1950-იან წლებში, როდესაც ადამიანები პირველად ცდილობდნენ კომპიუტერის გამოყენებას ადამიანის აზროვნების მოდელირებისათვის. დღეს ხელოვნური ინტელექტი არის ყველგან: სმარტფონებში, თვითმართვად მანქანებში, მედიცინაში და საერთოდ თითქმის ყველა სფეროში. ეს არ არის უბრალოდ ტექნოლოგია, ეს არის ახალი ეპოქა. ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ცხოვრებას უფრო მარტივს ხდის. მან შეცვალა მედიცინა, პროგნოზირება, საგანმანათლებლო სისტემა და კიდევ სხვა მრავალი რამ. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ მიღწევისა, ხელოვნურ განვითარებას აქვს თავისი ბნელი მხარეებიც. ხელოვნური ინტელექტის მთავარი საფრთხე მისი არაპროგნოზირებადობაა. როდესაც ხელოვნური ინტელექტი თავად წყვეტს რაიმეს, მან შეიძლება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ადამიანის სურვილებს აღემატება. მაგალითად, არსებობს საფრთხე, რომ AI გამოიყენონ მასობრივი კონტროლისათვის. ან კიდევ უფრო საშიში, შეიძლება ერთ დღეს ხელოვნური ინტელექტი ისეთი მოწინავე გახდეს, რომ თავად შეძლოს საკუთარი მიზნების ჩამოყალიბება. თეორიულად არსებობს რამოდენიმე სცენარი, სადაც AI შეიძლება გადაიქცეს საფრთხედ. პირველი, ეს არის კონტროლის დაკარგვა. მაგალითად, თვითმართვადი მანქანები, რომლებიც წყობრიდან გამოდიან. მეორე, ეკონომიკური ზემოქმედება, რადგან მრავალი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს. და მესამე, ეს არის სამხედრო AI, რომელიც შეიძლება გადაიქცეს ძალიან საშიში იარაღად კაცობრიობისათვის. მაგალითად, დისტანციური დრონები ან თუნდაც რობოტები. ეს არ არის მხოლოდ შიში. ზოგიერთი მეცნიერი, როგორიცაა მაგალითად სტივენ ჰოკინგი ან თუნდაც ილონ მასკი, აქტიურად გვაფრთხილებენ, რომ AI-ის არაკონტროლირებადი განვითარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. რა თქმა უნდა, AI-ის განვითარება არ უნდა შეწყდეს, რადგან ის ჩვენს მომავალს ძალიან ამარტივებს და უკეთესობისკენ ცვლის, მაგრამ ჩვენ უნდა დავსვათ ერთი მთავარი კითხვა: როგორ ვაკონტროლოთ ტექნოლოგია ისე, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში. ჩვენ ვქნით ტექნოლოგიას, მაგრამ მას თუ საკმარისი პასუხისმგებლობით არ მოვექცევით, შესაძლოა ის გახდეს ჩვენი შემქმნელი. საინტერესოა, შენ როგორ ფიქრობ, AI კარგია თუ ცუდი ჩვენი მომავლისთვის? დაწერე შენი აზრი კომენტარებში და არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა.